რამდენიმე საათის წინ აჭარის მაღალმთიანეთში კერძოდ ქედის სოფლებში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მთლიანად გაანადგურა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. სიქის ზონაში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნონა დიასამიძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაგვერთვება. ნონა, რამდენად მასშტაბურია სტიქია? დიახ, ნინო, დაახლოებით 1 საათის წინ აჭარის მაღალმთიანეთში ძლიერი ქარი და სეტყვა იყო. განსაკუთრებით ზიანი მიადგა სოფელ ორცვას, ზედაბზურბზუს, ზენწმანს და პირველ მაილს. შედარებით ნაკლები ზიანი მიადგა დანარჩენ სოფლებს, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, განადგურებულია როგორც ერთწლიანი კულტურები, ასევე მრავალწლიანი ხეხილი აბსოლუტურად განადგურებულია რამდენიმე სოფელში. ძლიერი ქარი და სეტყვა იყო სოფელ აგარაში, სადაც ერთი ადამიანი დაზიანდა. მას პირველად სამედიცინო დახმარება ქედის საავადმყოფოში გაუწიეს. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ის უკვე გაწერეს ოჯახში და შეეხება ზარალს, მას ზარალის დამცვლელი მუდმივ მოქმედი კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ, როგორც გამგეობაში აცხადებენ, მოხდება ზარალის ანაზღაურება მოსახლეობისთვის.